სამწუხაროდ მივედით ჩვენი მნიშვნელამდე, რომ ძალიან შემაშფოთებელი პერსპექტივა არის, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას და მის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს არ მომხდარა ერთბაშად, ეს არის პროცესი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავდით ამ მნიშვნელამდე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას. იყო უამრავი გაფრთხილება ევროკავშირის მხრიდან. ეს გაფრთხილებები დაიწყო ჯერ კიდევ შარშან წინ, მაშინ როდესაც ჟოზეფ ბორელი იყო ჩამოსული საქართველოში და ჯერ კიდევ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. ეს გრძელდებოდა მთელი 2024 წლის მანძილზე. როდესაც ისინი ეუბნებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის კანონები, რომელსაც თქვენ ღებულობ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველანაირ შეთანხმებას, რაც ჩვენ ადრე გვქონდა მიღწეული და ყველანაირად ეწინააღმდეგება აგრეთვე იმ თითქოს გაცხადებულ სურვილს საქართველოს პოლიტიკისა, რომ მოხდეს ევროპასთან ინტეგრაცია. ყველაფერი ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ზუსტად საპირისპიროს. მე აღარ ვლაპარაკობ უკვე ვერბალურ თავდასხმებზე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ევროკავშირიდან მოდის თურმე მთავარი საფრთხე და დასავლეთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რაც შეეხება ქართული ერის თვითმყოფადობას რაც შეეხება და ასე შემდეგ. და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ვისულიყავით იქამდე, რომ უკვე საქართველოს ხელისუფლებას მიეცა ბოლო გაფრთხილება, ეს გაფრთხილება და წერილი, რომ სადაც საკმაოდ კაფეოთ არის ნათქვამი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ გაჩერდეს და ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს რამოდენიმე კვირაში, ანუ აგვისტოს ბოლომდე, რადგან 31 აგვისტოს იქნება ეს საკითხი განხილული ევროკავშირის საბჭოზე და შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნას. მე არ ვამბობ 100%-ით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ სამწუხაროდ ამ ყველაფერთან და ამ ყველაფერში ერთადერთი პასუხისმგებელი, ერთადერთი არის საქართველოს ხელისუფლება. არანაირი გავლენა. აქვე მინდა კითხო, თორნიკე, რომ აი ამ 8 კონკრეტული რეკომენდაციიდან შეუძლია საქართველოს დღეს მოქმედ მთავრობას, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ხელისუფლებას რეჟიმს, თუნდაც რამდენიმე შეასრულოს, რამდენად რთულია შესასრულებლად ეს რეკომენდაციები იმისთვის, რომ აი ეს 31 აგვისტოს დედლაინი ეგრეთ წოდებული, ჩვენ კარგად ვიცით, რომ 31-შივე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, უბრალოდ შეფასების, ასე ვთქვათ, ათვლა დაიწყება, რომ ქვეყანას თავიდან ააცილოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან გაუქმება. ამ რეკომენდაციებში არაფერი არ არის ისეთი, რაც საქართველოს არ შეუძლია. ეს ყველაფერი ტექნიკურად, ადმინისტრაციული რესურსების დონეზე ყველაფერი ეს არის შესაძლებელი. უბრალოდ საქართველოს აირჩია, საქართველოს დღევანდელმა de facto ხელისუფლებამ აირჩია ის პოლიტიკა, რომ ეს ყველაფერი არ გაკეთდეს. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ პირიქით უნდათ, რომ მიიყვანონ საქართველოს იქამდე, რომ ეს ბოლო მნიშვნელოვანი რამ რაც გვაკავშირებს ევროკავშირს და რაც იმედს გვაძლევს, რომ ინტეგრაცია გაგრძელდება, ანუ უვიზო მიმოსვლა საერთოდ გაუქმდეს, მერე დააბრალონ, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებული აქვს პროპაგანდა მაგ კუთხით, რომ ყველაფერში დამნაშავედ გამოიყვანონ ევროკავშირი, მათ მიერ კონტროლებადი მედია აცხადებს, რომ თუთქოს ჩვენ ვსჯიან იმისთვის, რომ არ გვინდა დავაკანონოთ ერთი სქესის ადამიანების ქორწინება და ასე შემდეგ და ომში არ ჩავერთეთ ამის გამო ვსჯიან, რაც არის სრული სიცრუე, რა თქმა უნდა, არც მოლდოვა, არც ბალკანეთის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია აქვთ, არც ერთი მათგანი არ ჩართულა ომში და არც ერთ მათგანს არ დაუკანონებია ის, რასაც ესენი აცხადებენ სექსუალურ უმცირესობებს რაც შეეხება. მაგრამ არავისთვის არ გაუქმებიათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მათ ეს აწყობდეს კიდეც, იმიტომ ეს იქნება საბოლოო, აი ბოლო წნეხის მოხსნა მათი მხრებიდან, რომ უკვე მეც რაღაც გაგვიფუჭებს ევროკავშირი, ნუ კიდე შეიძლება ასოცირების ხელშეკრულება შეაჩერონ დროებით, სანამ საქართველოს სიტუაცია არ გამოსწორდება, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც რაც საზოგადოებისთვის არის ეს უვიზო მიმოსვლა, ხო? შეიძლება ეს ასოცირების ხელშეკრულების გაჩერება ესე ვერ იგრძნოს ადამიანმა უბრალო მოქალაქე, მაგრამ აი უვიზო მიმოსვლის შეჩერება აუცილებლად იგრძნობს
ასობით ათასი ქართველი. თორემ როდის შეიძლება დადგეს ეს დღე, როდესაც ყოველი ქართველი ან ის ქართველები, რომლებიც აქტიურად სარგებლობდნენ და ასეთი არის ათეულობით და შეგვიძლია თქვა რამდენიმე ასეული ათასი ქართველი, რომლებიც ამას იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით, დროებითი სამუშაოსა და შემოსავლისთვის, უცხოეთში მყოფი ახლობლების ოჯახის წევრების მოსანახულებლად, კიდევ უფრო მართლა ეგზისტენციალური დატვირთვის იყო ოპერატიული აუცილებლობა ჯანდაცვის, ანუ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებისთვის, განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ და ასე შემდეგ. მოკლედ, როდის დადგებთ უშუალოდ დარჩა სიტუაცია ისეთი როგორიც არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც კობახიძე არც სხვები არანაირ ნიშანს არ ასხივებენ რომ რაიმე ტიპის თუნდაც აი კომპრომისული ნაბიჯებისთვის არიან მზად სიხისტია აბსოლუტური გაქვავებული პოზიცია ამ თვალსაზრისით და ნუ მოლოდინი გვაქვს რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება პროცედურულად პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზეც ქართველი საქართველოს მოქალაქის პასპორტით როდის ვეღარ შევა uvizot უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასახარბიელო და არასასრუელი მომენტი შეიძლება დადგეს და უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მოქცევაზე. ხო, რაც უფრო აგრესიული და რაც უფრო ისინი არ იქნებიან, ასე ვთქვათ, არ ითანამშრომლებენ ევროკავშირთან, ეს შეიძლება დადგეს საკმაოდ მალე. რამოდენიმე თვე შეიძლება დაჭირდეს ამ ყველა პროცედურებს, იმიტომ რომ ჯერ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოში არის გადაწყვეტილება მისაღები კვალიფიციური უმრავლესობით. კვალიფიციური უმრავლესობა ნიშნავს სპეციალურად შემუშავებული შედარებით რთული მექანიზმია, იმიტომ ის ნიშნავს წევრი ქვეყნების უმრავლესობას პლუს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას მისცემენ uvizos შეჩერებას, მათი მოსახლეობა უნდა იყოს ევროკავშირის მოსახლეობის 2/3, ანუ 65%. ეს იმიტომ იყო გაკეთებული, რომ 2-3 ქვეყანა მიუხედავად მათი მოსახლეობის რაოდენობისა ვერ შეძლონ რაღაც გადაწყვეტილებების გატანა და აგრეთვე მცირე რაოდენობის ქვეყნებმაც ვერ დაბლოკონ ესეთი გადაწყვეტილება. ამიტომ უმრავლესობა ქვეყნების პლუს მოსახლეობის 2/3. ეს შეიძლება მიღწეული იქნას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი ანუ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები ამ იხრებიან ასეთი მკაცრი მიდგომისკენ, მათ აუცილებლად ხარს დაუჭერს ნიდერლანდები, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ისინი ამას ამობდნენ, აგრეთვე სხვა დასავლეთ ევროპის სხვა ბევრი ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ნუ ჯერჯერობით წინააღმდეგი არის, აშკარა წინააღმდეგი არის ამის სლოვაკეთი და უნგრეთი, იტალიაც საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი იმის არიხრება იმისკენ, რომ საქართველოს uvizos შეუჩეროს სხვადასხვა მიზეზების გამო შეგვიძლია განვახცოთ მე მოგვიანებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჯერჯერობით, რომ დაბლოკონ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ უახლოეს რამოდენიმე თვეში შეიძლება ეს მოხდეს. მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ შეიძლება კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მათაც აწყობდათ ეს დღევანდელი მდგომარეობა, როცა 100,000 ქართველი ცხოვრობდა იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც სამუშაოდ არიან წასული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლებას თუ კი ეს იქნებოდა ფინანსური შემოსავლის ნაწილი და შეამსუბუქებდა იმ სოციალურ ფონდს, რომელიც არის ქვეყანაში. მაგრამ თუ ჩვენ ამოვდივართ იმ ვერსიიდან, თუ ამის გვჯერ აქვს წამს, მტკიცებულებები გვაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა და ლოგიკა, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს დასავლური სამყაროსთან და გაიზარდოს რუსული გავლენები საქართველოში, მათ შორის თუ ეს არის რუსული გეგმა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს, თუ ამ ვერსიას მივყვებით, მაშინ პირიქით მათ ამოცანას წარმოადგენს ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო ღრმა დესტრუქცია და აქ არის ჩემი შეკითხვა, თუ ვიზა ლიბერალიზაცია მაინც შეგვიჩერდა, რა მოყვება ამას აი დომინოსავით რო წარმოვიდგინოთ. ეს ალბათ ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსიც შეჩერდება და ეს ნიშნავს ამას მოყვება სხვა იმ ტიპის პრივილეგიების შეჩერებაც, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო თავისუფალი ვაჭრობა და ამას თუ შემდეგ ცოტა კიდევ უფრო შორს წავალთ, მეყოლება ჩართვაზე ევროპაში ცხოვრები სხვა ქართველი, რომელიც ამაზე გაამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში სულ უფრო მეტად ძლიერდება უფრო მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა
პოლიტიკის მომხრე პოლიტიკური ძალების კონსენსუსი ხელისუფლებებში და გამკაცრდება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების დაშვება, მით უმეტეს მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უკვე დომინოს პრინციპით წაეწყობა ერთმანეთს კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებები, რაც საბოლოო ჯამში ევროპაში საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან ყოფნას შეუძლებელს გახდის, ანუ დეპორტაციების ტალღას მივიღებთ ჩვენ შემთხვევაში. თუ მე ძალიან მძიმე სურათი დავხატე. კი, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის, იმიტომ პერსპექტივა არის ძალიან ცუდი. კიდევ ერთხელ, ვერანაირ პოზიტიურ ნაბიჯს ვერ ვხედავთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებიდან. ევროკავშირმა წლების განმავლობაში ევროკავშირი იყო ძალიან კონსტრუქციული. საქართველოსთან წასული ადამიანების მე 2018 წლის სტატისტიკა შემიძლია გითხრათ საფრანგეთში რამდენი ადამიანი დარჩა არალეგალურად და ბოროტად გამოიყენეს ეს ვიზა ლიბერალიზაცია და მაშინაც უკვე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტრო სვამდა ამ კითხვას, რომ შეცდომა ხომ არ დაუშვით, რომ საქართველოს ივეცით ესე მარტივად ვიზო მიმოსვლა, სხვათა შორის ამან ხელი შეუშალა სომხეთთან დაწყებული ამაზე ლაპარაკი, მაგრამ კონტრარგუმენტად ყოველთვის ევროპულ ქვეყნებს მოყავთ, აი საქართველოსთან რო ასე მარტივად გავაკეთეთ, ხო შეხედეთ რა შედეგი მოიტანა. ამიტომ ჩვენ სხვაებსაც გავურთულეთ საქმე. მაგრამ ყველაფერს ამას წლების განმავლობაში ამას წონიდა ის, რომ გეოპოლიტიკური არგუმენტი, რომ საქართველოს არის ევროპის ნაწილი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ დაუახლოვდეს ევროპას და გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვახსოვს, რომ ამის გამო მოგვწეს საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი და გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო არა იმიტომ, რომ ამას იმსახურებდა საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ყველა რესურსი მათ ფაქტიურად უკვე ამოწურეს, იმიტომ არ შეიძლება ქვეყნების ჯგუფი, რომელიც შენ რაღაცა პრივილეგიას განიჭებს რაღაცა პირობების საფუძველზე, ამ ქვეყნების ჯგუფს შენ წამდაუწუმ აგინებდე, ხატავდე მას როგორც ჩაგვრელს, ეს სიტყვები ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრმა იხმარა, როგორც შენი სუვერენიტეტის მტერს, შენი ეროვნული თვითმყოფადობის გადაგვარების მომხრეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ ჩაივლის ესე უმტკივნეულოდ, ეს ყველაფერი გროვდება და ადრე თუ გვიან მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ყველაზე ცუდი სცენარი, რაც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება რეალობაში განხორციელდეს. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ აქამდე ბოლომდე არ მივა საქმე, რომ იქ 10,000 ქართველი გამოასახლონ, თუმცა ის ვისაც ამოეწურება ქვეყანაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოფნის ვადა, მათ ესე მარტივად, რა თქმა უნდა, არავინ არ დატოვებს იქ და ეს დაიწყება აუცილებლად ეს პროცესები. თორნიკე, ბოლოს მინდა დაგისვა ასეთი შეკითხვა. რატომ გართულდა თუნდაც ეროვნული სახელმწიფოების დონეზე, აი მაგალითად საფრანგეთის მხრიდან, შენ თავად რადგან საფრანგეთში ხარ და ამას წინათ ვნახე ფოტო, სადაც პრეზიდენტი მაკრონი გესალმებოდა, ხელს გართმევდა და რაღაც მცირე გასაუბრებასავითაც იყო ალბათ, ეჭვი მაქვს. რატომ გართულდა თავად საფრანგეთის მხრიდან აი პერსონალური სანქციების პოლიტიკის რეალიზება, განსაკუთრებით ეს მოლოდინები არსებობს ობიექტურად საქართველოში, ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს თუ არ ვშტები, პრეზიდენტ მაკრონსა და ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შემდეგ. პერსონალური სანქციები საფრანგეთის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს ევროკავშირმა ერთსაც. და სხვათა შორის ემხრობა ევროკავშირის შიგნით საფრანგეთი ამ პოლიტიკას, თუმცა უვიზოსთან განსხვავებით პერსონალურ სანქციებს ღებულობენ ერთხმად. ანუ ყველა ქვეყანა უნდა დაუჭეროს. ეს ვიცით, ეს ყველაფერი ვიცით. არ გამოდის ჯერჯერობით. არ გამოვიდა, ჯერჯერობით არ გამოვიდა და რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში დამსახურება ხალხის საქართველოს. მოდი აქვე ჩაგეკითხები. ვიცით, ფიცოს ამბავი და ორმა დაზეპირებულია ქართულ ტელემაყურებელს, მაგას დროს ნუ დახარჯავ. სხვა რამეს დაგიმატებ შეკითხვათ. მაშინ იგივე საფრანგეთი და მაკრონი გასაგებია რომ ჩვენ არა ვართ ეხლა დღის ეს რიგის პირველ სამეულში, მაგრამ რატომ არ ხარჯავენ ძალისხმევას, რომ ისეთივე ზეწოლა მოახდინონ ორბანსა და ფიცოზე, როგორც აგერ მე-18 პაკეტი რუსეთთან მიმართებაში უკვე კონსენსუსით გავიდა და ერთიც მოღუნეს და მეორეც მოღუნეს. ან თუ ამას არ აკეთებენ, მაშინ ეროვნული სახელმწიფოების დონეზე რატო არ აჩქარებენ პროცესს?
ну, თავად თქვი შესავალში, რომ საქართველოს არ არის პირველ სამეულში თავარი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ევროპას ემუქრება დღეს არის რუსეთის პოლიტიკა უკრაინაში და უკრაინა არ შეიძლება ევროკავშირის ქვეყნები დარწმუნდნენ იმაში, რომ არ შეიძლება უკრაინა ამ ომში დამასწრეს. ჩვენც ომში ვართ. გასაგებია, ჩვენთან განსხვავება ხალხმა, რომ ჩვენ ჯერ ერთი ცხელ ომშიც ვიყავით რუსეთის გადამკიდე და ახლა ჰიბრიდულ ომში არანაკლები პრობლემები არის ამ ქვეყანაში. გაუსროლოდ აკონტროლებენ ქვეყანას. არა, ნელა მაგისკენ მიდის სიტუაცია რომ ნელა რომ მიდის ეგ არის პრობლემა. მე მესმის შენ კი არ გიყენებ ამ პრეტენზიებს უბრალოდ. არა, მესმის, მაგრამ სვამეს ვამბობ, რომ ერთი რაც ართულებს მე ვცდილობ ახლა ავხსნა თუ რატომ არიან ნაკლებად აქტიურები საქართველოს მიმართ, ვიდრე თქვა იგივე უკრაინის, ხო? ნუ სამოცემულობა ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება პირდაპირ საფრთხე და ყველაფერი მთელი ბოლო წლების პოლიტიკა არის უკრაინის ირგვლივ, იგივე შეერაღების პოლიტიკა, იგივე რუსული ენერგო დამოკიდებულებისგან განთავისუფლება და ასე შემდეგ. საქართველოში სამწუხაროდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებითაც ხელისუფლება არის უკვე პრორუსული. და უფრო რთულია ამ შემთხვევაში ზეწოლა ქვეყანაზე და უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში საქმე ეხება რომ უნდა გადაარჩინონ ეს ქვეყნები რომ არ ჩავარდნენ ისეთ მდგომარეობაში როგორც არის საქართველო. მე რა თქმა უნდა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იქნება რომ საქართველოსაც იმდენივე ყურადღება და ძალისხმევა დაუთმონ რასაც უკრაინას უთმობენ. ნუ ნელ-ნელა მაქეთკენ მივალთ აუცილებლად. წევრი ქვეყნების დონეზე არავინ არ უგზავნავს წევრი ქვეყნებს მიიღო გადაწყვეტილებების სანქციების ნელ-ნელა ეს სანქციები შემოდის ძალაში და თუ კი არ იქნება საქართველოს მხრიდან რაიმე პროგრესი ან რაიმე ჟესტი საფრანგეთი კიდევ ინარჩუნებდა იმ ასე ვთქვათ ზეწოლის ფაქტორს რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე მას შეუძლია მაკრონს შეუძლია დაურეკოს მას და ის ევროკავშირის რასაც ისინი ევრობიუროკრატიას ეძახიან იმათგან განსხვავებით ივანიშვილი ვერ იტყვის ვარს რომ ტელეფონის ზარზე არ უპასუხოს თქვა საფრანგეთის პრეზიდენტს ხო რა შეუძლია ვარი თქვას იქ თქვა კაია კალასეს საუბრს ან თუნდაც ურსულა ფონ დერ ლაიენს მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში თუ რამე ძალიან კრიზისული სიტუაცია შეიქმნა საქართველოში აუცილებლად იქნება საფრანგეთის და ნუ რამოდენიმე ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის უფრო მეტი ჩართულობა დარწმუნებული ვარ ჩემი ლოგიკური კითხვა შეიძლება იყოს რა შეიძლება იყოს ასეთი კრიზისი. მოდი თუ პირდაპირ ამაზე ვერ გვიპასუხებ, გითხარ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში საპროტესტო ძალისხმევის გაგრძელებას. კარგად გვესმის რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ნარატივი, რომელსაც ახლა თითქოს რომ აი ეს ყველაფერი დამთავრდა, საქართველოს დაკარგული. აი ეს ასეთ ნარატივის გავრცელებას ცდილობს ზოგიერთი ძალა, რომელსაც არ უნდა ისედაც ჩვენი საკითხებით დაკავდეს და ამას ხელს უწყობენ რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ის რომ საქართველოს დაკარგული არ არის დასავლეთისთვის, ეს ჩანს ყოველდღე იმ უწყვეტ პროტესტში, რომელიც გრძელდება და თანაც ნიშნულოვანი ის არის, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში იმდენად იცვლება, აი, სომხეთი, აზერბაიჯანი პირველად რუსეთის გარეშე ხვდებიან ერთმანეთს, აგვარებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ ზანგეზურის დერეფანი გააკონტროლოს, რასაც ფაქტიურად თანახმა არის ეს ქვეყნები, რუსეთს ხელიდან ეცლება მთელი კავკასია, სამხრეთ კავკასია ყოველ შემთხვევაში და აი ამ გეოპოლიტიკურ უდიდეს ძვრებში საქართველოს მიდის სრულიად დინების საწინააღმდეგოდ და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან ქვეყნის შიგნით არ არის რესურსი, რომ ამ მოძრაობამ თავისით ჩამოშალოს ეს ხელისუფლება, მშვიდობიანი პროტესტით, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ძვები, რომელიც მიდის კავკასიის რეგიონში, უკრაინაში, აუცილებლად ჩვენს ინტერესშიც არის ესე განვითარდეს და ამიტომ მთლიანად ნუ ჩავიქნევთ ხელს იმაში, რომ თქვათ ევროპა მეტ ყურადღებას უთმობს უკრაინას, მეტ ყურადღებას უთმობს სომხეთ-აზერბაიჯანს, ეს საბოლოოდ ჩვენაც აუცილებლად წაგვადგება.